მოგესალმებით, მე ვარ ლევან დოლიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება იუზერის დამატება, რეგისტრაცია და საინინი. ანუ ეხლა შეგვიძლია ჩვენ ვარდო ადმინით შევიდეთ, ხო? მოდი გავაკეთოთ რეგისტრაცია, იუზერსაც შეეძლოს დარეგისტრირება და ასე ვთქვათ, დასაინება ამ ჩვენი საიტზე. კი ბატონო, პირველ რიგში მოდი გავუსვათ Ctrl F5-ით და პატარათი დავსტილავ ამ ასე ვთქვათ ლოგინს დავსტილავ პატარათი და იუზერი შემოვაგული არ გაუსკდეს. ესე იგი ეს ლოგინი გვაქვს home-ში, არა layout-ში გვაქვს თუ ავთენტიფიკაციაში გვაქვს ლოგინი. კი ბატონო, დავადოთ რამე კლასი ამას. მაგალითად ფორმა გავსტილოთ თუ მოდი მთლიანად ამას რამე კიდე ერთ div-ში მოვაქცევ. ესე და ეს ორი წერტილი ბატონის ადეს საინინი და ეს რა არის რაღაცა წავშალოთ სავარაუდოდ layout-ში სადაც ორი წერტილი გვიწერია. აი აქ ნაშკარად იქნებოდა. კი ბატონო, შევიდეთ ახლა ლოგინში, აქ რა ხდება, ყველაფერი რიგზეა და ნუ ამ დივს დავარქვათ, მაგალითად, რავი, კლასი შევქმნათ sign in form-ი. დავაკოპიროთ ახლა ეს და CSS-ში რაღაც ელემენტარულად გავსტილოთ ახლა თლად. ნუ გადავყვებით ამას. ნუ ამას უთხრათ რომ margin topic on this display flexi არა display flexi როგორ მიენიჭა ეს კლასი შე გამოიწია კიდე არის ეს თეთრი რაღაცა username-ო კი ბატონო არის კლასში და ამ კლასს ახლა რა სტილები აქვს მინიჭებული ამ კლასს არაფერი არ აქვს მინიჭებული display flexi შემდგომ უთხრათ რომ margin topi ორი remi ეს შევიტყვით ეს განლაგებული და უთხრათ flex direction column შემდგომ justify content center-ი ცენტრში გადავიდეს ამას მოდი center
დავამატოთ კიდე რომ align items center კი ბატონო წამოვიღოთ ეს ახლა და ჩავაკოპიროთ ჩვენთან აი ესე შემდგომ sign in form-ში divები რაც არის ესეც გავსტილოთ max width-ზე კონდეს 200 პიქსელი width-ზე კონდეს 100% margin bottom-ი 1 რემი და დავასრულოთ ეს ნახოთ ჯერ საშუალოდ კი ბატონო რაღაცას დაემგვანა კიდე შეგვიძლია რომ padding-ი რა ვიცი 4 პიქსელით რო გავუზარდო გონც და გადიდდება თუ არა ის გინდა padding-ი გინდა input-ში input ეს არ გინდა ეს უკვე ცოტა შედარებით ლამაზია ნუ ღილაკი რაღაც არ მოწონს მაგრამ კაი არა უშავს დავტოვოთ ფონდი როგორც არის ჩვენი იდეა ახლა სტილები არ არის ეს უკვე გემოვნების საკითხია კი ბატონო ნუ რაღაც ელემენტარული დაისტილა ნუ ახლა აქ დავამატოთ ჩვენ კიდევ ავტორიზაცია გვინდა ხო რეგისტრაცია ნუ აქ ჩავამატებ ამას დავაკოპირებ და ჩავაგდებ და გადავარქმევ სახელს დავარქმევ რომ ეს არის register ნუ ერთქვას პირდაპირ register-ი ბატონო არაფერი არ დაშავდება შევიდეთ ახლა აქ ნუ აქ უბრალოდ უნდა შევქნათ register view მოდელი ჯერ არ არის შექმნილი და აქედან თუ შევძლებთ შექმნას ნუ არ გამოაქვს არაფერი არა უშავს შეიძლება შევქმნი შევქმნათ ახალი კლასი register view მოდელი რომელსაც ექნება username password-ი და ჩვენი register მოდი მეილი კონდეს მეილი password-ი და კიდე კონდეს confirm password-ი confirm password ნუ შესაბამისად ლეიბლები და ისინი იქით გავწეროთ უბრალოდ ამას მე ვალიდაციებს დავადებ ესაგინდა ესენი რატო გახსნას ერთად რეგისტრაციაში შევიდეთ ახლა username-ის მაგივრად აქ უთხრათ რომ ეს არის ემილი შემდგომ ეს დავაკოპიროთ ესე და აქ უთხრათ რომ ეს არის confirm password-ი ანუ პაროლი რო გაიმეოროს ნუ აქ space-ი შეიძლება დავწეროთ ტიპი password-ი ნუ მოდი ეს ტიპები აქ ნუ გავუწერთ
მეორე ხერხსაც გასწავლით. კი ბატონო, ეგ არის. ახლა რაც გვინდა, მოდი დავადოთ ეს ანოტაციები. მოახაც იდეაში შეგვიძლია წავუშალოთ. data type ესეთი ატრიბუტი არის. ანუ data type და ვიგდავი აქ შეგვიძლია დავადოთ რომ ეს ტიპი არის პასვორდის და იქ რო წავშალოთ რა აქ აღარ გვინდა ასე ვთქვათ აი ლოგინი შეხედანაც ამოვშალოთ მოდი ეს აი ესე დავასეიროთ გადავიდეთ ну машин ამას ენამი უნდა გადაეცემოდეს სავარაუდოდ data კი ბატონო აი ენამია ну ეს არის პასვორდი უთხრათ და შეგვიძლია დავადოთ require-ებიც require კაც პაროლიც უნდა იყოს required-ი ბატონო და ახლა რეგისტრაციის views გავსტილოთ ну აკუთვნათ რომ ეს არის data type ამისი არის mail-ი data type email adresi კი ბატონო ну password-ის ამისი არის data type ერთელი password-ი აქაც ესეც არის password-ი მაგრამ ეს იგივე უნდა იყოს რაც ეს password-ი აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ხელით დავწეროთ ლოგიკა ან მარტივად ეს გავიმარტივოთ ცხოვრება და არის ესეთი ატრიბუტი რომელსაც ქვია compare და აქ შეგვიძლია გადავცეთ აი იღებს ასე ვთქვათ other properties და აბრუნებს თუ უდრის ეს ერთმანეთს ასე ვთქვათ the property to compare with the current property ამ შემთხვევაში ვადარებთ password properties კი ბატონო ну ესეც დავადოთ მოდი require-ები require და ცარიელი არ უნდა იყოს აი ესე ბატონო ახლა ესენი როგორ უნდა გამოვაჩინოთ view-ში ხო ამისთვის არის ესეთი span-ი აქ შეგვიძლია ISP validation force შეგვიძლია გადავცეთ mail-ი ანუ რასაც ვავალიდირებთ ასევე input-ში კი არა და span-ი დავწეროთ აქაც ISP validation for password-ი და აქაც დავწეროთ span-ი ISP validation for confirm password და ეს თვითონვე ამოგიგდებს ამ ერორებს ნუ ამას გაჩვენებთ მოდი ჯერ ლოგინი კი არა ამას უნდა ერქვა register და ნუ შევქმნათ ახლა უკვე კონტროლერში ეს რეგისტერი ნუ მარტივად ამას გადმოვაკოპირებ აი ესე ну логиნის მაგათ ამას ქვია register აქ ლოგინიოს კი არა იღებს register view models აქ გადმოიცემა შემდგომ ეს register view model-ი ეს არის registeri აი ესე და ესენი ამ შემთხვევაში არ გვინდა
ეხლა რაც გვჭირდება, როგორ დავარეგისტრირეთ თავიდან ადამიანი, ხო? გავიხსენოთ. სტარტაპში როგორც ვიწერია, იგივენაირად გვინდა ეხლა აქ. სტარტაპშია პროგრამ CS-ში ადამიანი რო დავარეგისტრირეთ, ხო? admin user-ი გვინდა, შემდგომ user manager-ი გვინდა. და ვამატებთ შემდგომ, როლები შეგვიძლია აურჩიოთ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მოდი ახლა გავაკეთოთ აქ register async. ესე იგი რა ხდებოდა, ხო? პირველ რიგში შევამოწმოთ if model state-ი valid თუ არ არის model state-ი is valid თუ არ არის ამ შემთხვევაში დავაბრუნოთ იგივე view return view და გადავცეთ ეს VM-ი რაც მოგცა აი ესე წინააღმდეგ შემთხვევაში მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა ანუ დავამატოთ უკვე ხო ანუ თუ ვალიდურია უკვე აკაუნტი ესე იგი შევქნათ user ვარ user უდრის new identity users ესე შევავსოთ ახლა ხო username-ი არის უდრით ეს VM-ის username-ი არ გვაქვს მაგრამ იყოს email-ი არ არის პრობლემა email-იც მივანიჭოთ email-ი VM-email-ი შემდგომ result-ი უდრის აქ დროს ვიდებ ახლა user manager-ი აქ ჩვენ გვაქვს sign in manager-ი მაგრამ გვჭირდება ასევე user manager-ი ხო აი აქ პროგრამ CS-ში რაც ქონდა აი ეს გვჭირდება user manager-ი გვჭირდება წამოვიღოთ ჩვენ კონტროლერში user manager ვიქია ამას user manager-ი კი ბატონო user manager-ი უდრის ამ გადმოცემულ user managers შევქნათ შემდგომ ეს read-only field-ი კი ბატონო private-ი და გამოვიყენოთ ახლა დაბლა ანუ result-ი უდრის user managers create async-ი user-ი გადაიცემა და შემდგომ გადაიცემა password-ი ხო password-ი არის vm-წერტილი password აი ესე ეს არის ასინქრონული დაუწეროთ await-ი აქ ველოდებოდით ანუ ახლა დავწერე აი ეს ზუსტად კი ბატონო როლები იდეაში ახლა არ გვინდა და შემდგომ შევამოწმოთ თუ result-ი succeed ამ წარმატებით გაიარა მაშინ await sign in managers დავასაინოთ ეს user-ი ხო დავასაინოთ ეს user-ი ბატონო authentication მეთოდი ეს არ გვინდა გადავცეთ false და გადაიყვანოს return redirect to action index გადაიყვანოს home-ში კონტროლერში ბატონო აქ კიდე აწითლებს ახლა მოდი გავწეროთ return view და გადავცეთ ეს VM-ი რავი თუ რამე გამოგვჭა კიდე კი ბატონო მოდი ახლა დავამატოთ
program CS-ში არაფერი არ გვინდა. ნუ ლოგინში რო გადავა, აქვე შეგვიძლია დავამატოთ ესეთი რაღაცა. რო მოვდი სიტყვაზე ესეც div-ში იჯდეს, აი ესე. და უთხრათ რომ ნუ სატეგიო ეს არის ASP კონტროლერი home, ანუ ეს არის რეგისტრაცია, ხო? ან დავარქვათ sign up-ი თუ sign up, კი ბატონო. sign up-ი ანუ დარეგისტრირება, ხო? თუ კონტროლერი არის ASP action არის register. ეს კი ბატონო. ნუ ახლა ამის ტიპი უთხრათ რომ არის ბატონი. ნუ ეს ამდენად ამას არ ვიცი. იმიტომ რომ რაღაც ტექსტის ავით იქნება და მოდი ვანახოთ. რამდენად აღიქავს ახლა type buttons, არ ვიცი. ვერ აღიქვა, მაინც sign up-ი გამოიტანა, კაი, ნუ არა უშავს, ამას მე დავსტილავთ, თავარია sign up-ი გვაქვს. ეხლა როდესაც გადავა sign up-ზე, ამ შემთხვევაში უნდა მოგცეს ეს registry-ის view, ხო? გადავიდეთ, მოდი, კი ბატონო registry-ის view მოგცა. აი მაგალითად არაფერი შევიყვანე იქ რო ვალიდაციები დავანდე რო განახეთ. და ეს ვალიდაციები ახლა რა შვება, აი ნახეთ. დავაწყე კი sign-ins და იძახის რომ this email field is required. ანუ უნდა შეავსოთ სავალდებულო, ესეც უნდა შეავსოთ სავალდებულო, აი მაგალითად და ესეც უნდა შეავსოთ სავალდებულო. მაგალითად ახლა შევიყვანე რაღაცა testi წერტილი.com-ი პაროლი რაღაცა 123 და აქ შევიყვანე 124 სიტყვაზე. ახლა უყურეთ, დავაწექი sign-ins, confirm password and password do not match, ანუ არ უდის ერთმანეთს. აი ძალიან კაი რაღაცა. ეს ვალიდაციები, ესენი ასე თქვათ უყურები, შემდგომ აი აქ ამ register views-ვიდან რა ატრიბუტები აზრის და მაგის მიხედვით იგებს. კი ბატონო, მოდი ახლა დავარეგისტრიროთ უკვე. ნუ იყოს test.com-ი, პაროლი 123 sign up-ი და დავარეგისტრირა თუ არ დავარეგისტრირა, ახლა რაღაცა შეიძლება გაგვიპარა, დავსვათ debugger-ი. დავსვათ debugger-ი. ესე ნუ აქ sign-ins მაგერად registry-ში დავარქვათ რომ sign up-ი. sign up დავასეივოთ და კონტროლერში გავუყვეთ რა ხდება, ნახოთ ახლა. დავარეფრეშოთ. refresh და password-ი შევიყვანოთ 123 sign up ვაწვევით, საერთოდ არ შემოდის. იმიტომ რომ registry aus action registry, ხო, მითითებული გვაქვს. registry view, აბა პირველში თუ შემოდის, აი აქ. ნახოთ, მაგრამ ეს მაგარი ვარ, debugger-ით ვერ შემოწმო, control F5-ით გაკაშებული debugger-ით უნდა შემოწმო, როცა თვითონ უკვე გავუშვებ ამ სერვერს, ასე ვთქვათ. მოდი გავუშვათ.
შევედით საიტზე, გვინდა დარეგისტრირება, საინში შევიდეთ, აქ გვაქვს sign up-ი და შემოვიდა და ეხლა უნდა ჩავწეროთ იმეილი test.com 123 sign up-ი, კი ბატონო, შემოვიდა აქ. ასენი იდეაში არ გვაინტერესებს. VM-ი მოდის თუ არა? VM-ი მოდის, კი ბატონო, პაროლით სამოიღო. შემდგომ რა ხდება? შეიქმნა იუზერი შეიქმნა. აქ რა ხდება? აქ არის შეცდომა. Password too short. Password requires lower. თუ გახსოვთ სტარტაპში როგორ გავწერეთ პაროლი, უნდა იყოს მინიმუმ 6. აქედან გამომდინარე, აქაც შეგვიძლია დავადოთ ეს შეზღუდვა. ანუ min length 6 უნდა იყოს. View register view controller, რომ ეს ერორი გაუგებარია, ხო, ვერ ვიგებ ახლა რა ხდება. აქედან გამომდინარე დავადოთ range უბრალოდ min length spells minimum length of array of string data level in property string length პირდაპირ minimum and maximum length of characters კი ბატონო, ეს გვინდა string length და ამას გადავცეთ. ანუ რამდენი უნდა იყოს maximum length-ო? Maximum არ გინდა ჩვენ შემთხვევაში მინიმუმი გვაინტერესებს. შეიძლება დავწეროთ min length. Change new instance min length attribute class. The length min string length maximum length იღებს ეს და maximum არ გვინდა minimum იღებს minimum-საც იღებს ესე იგი maximum length-ი რავი რა ხელა პაროლი დავადებინოთ მაგალითად დაადოს 12-ზე მეტი არ იყოს error message-ი გავატანოთ რომ ეს არის ასე თქვათ message ну რავი გავატანოთ error message password length range is 12 ალბათ ესენი არ მინდა თვითონ მიხდეს ეს რას უნდა უბრალოდ აქ ამოვიღოთ minimum length და minimum length უთხრათ რომ უნდა იყოს minimum length 6 და ვასეულთ ну იდეაში აქ ეს სულ ვარც დავადო პირველს თუ არ ემთხვევა, მაინც არ გამოიტანს, ხო, ხიდან გამომდინარე 1 2 3 ნუ დავარეფრეშეთ და
გავუშვათ ახლიდან და ვნახოთ. ნუ მიზეზი ნაპოვნია, ეს აღარც გვინდა, მოდი ეს გავადიდოთ. Say sign in, sign up, შემოვიდა კი ბატონო, continue. Test, 1 2 3, 1 2 3, აქ უნდა კონდეს უკვე error continue. Right, კი ბატონო. The field password must be same with minimum length 0. მშვენიერია. 1 2 3 4 5 6 1 2 3 4 5 6 sign up. ახლა რა ხდება ნახოთ. Result არის password requires lower. ეს რა გვიდეს? Password requires lower. ანუ პატარა ასოს უნდა შეიცავდეს, ეგეც გვიდეს? შეზღუდოთ დავდეთ. Uppercase options password require lower case address false. რამდენი ვალიდაციები დაგვიდია ახლა პროსტორად თვითონ ვიადეს ეს ვალიდაციები ჩვენ ხსნით ახლა პირიქით ახლა ჩვენ პენტაგონის იმას საით არ ვაკეთებთ სატესტო ის არ გვინდა ნამდვილად თუ ეგენ დაგჭირდებათ უკვე ისიც როგორც უნდა sign in sign up აქ მოდი მოვხსნათ ეს დებაგი ტყუილი აღვიძის continue test 1 2 3 4 5 6 1 2 3 4 5 6 sign up ახლა სტუდია ერია აღვიძდებით მოვედით success კი ბატონო ყველაფერი ეშველა შევა ახლა if-ში გამოვიტანს ანუ დაგვასაინინა continue და აი შესულები ვართ კი ბატონო admin panel-ში ვშევართ admin panel-ში შესულება არა გვაქვს იმიტომ რომ admin-ი არა ვართ ჩვენ უბრალოდ user-ი ვართ მაგრამ თუ შევალ ახლა admin-ით admin password აი რა შევიდე admin-ით ამ შესვლის უფლება მაქვს admin panel-ისა მაგრამ ახლა რო შევიდე ამათ test წერტილი.com-ი 1 2 3 4 5 6 sign in შევედი მაგრამ აქ შესვლის უფლება არ მაქვს აქედან გამომდინარე ეს ცოტა უაზროდ მეჩვენება რომ ყველას უჩანს პანელში შევიდეთ home-ში შევიდეთ კი არა და layout-ში გვაქვს ეს ყველაფერი აი ეს admin პანელი აქ არ უნდა ჩანდეს დავასეივოთ თუ admin-ია ну თუ დალოგინდა კი ბატონო logout-ი უნდა ჩანდეს და ასევე თუ if ანუ როლი გვინდა ახლა user certainly is role ამას რა გადაიცემა string-ი გადაიცემა კი ბატონო admin-ი ანუ თუ admin-ის როლი აქვს მაშინ გამოუჩნდეს აი ეს admin პანელი კი ბატონო დავასეივოთ გავუშვათ ნახოთ აბა ვინახე sign შევედით admin-ი ვართ password-ი sign in-ი კი ბატონო გამოგვიჩნდა admin პანელი ახლა გამოვიდეთ ჩვეულებრივ user-ით შევიდეთ რის დავრეგისტრირდით test.com-ი paroli უთხრათ რომ 1 2 3 4 5 6 დავადე sign in და კი ბატონო მარტო logout-ი მიჩანს ის აღარ ჩანს admin პანელი მშვენიერია მოდი ბარეგამ ახლა ესეთი რაღაცაც გავაკეთოთ
აუს კონტროლერში ესეთ რაღაცას ვეთქვი, ანუ როცა დავლოგინდებით და აქ ну ახაც დავადოთ შეულებრივად ეს რომ თუ result-ი succeed ანუ succeed თუ არ არის დააბრუნოს ისევ return view და გადაეცეს ეს VM-ი გადამოცემული და შემდგომ შევქნათ user-ი რომელიც უდრის await user manager-დან ავიპოვოთ file by name async კი ბატონო გადავცეთ ამას VM წერტილი user name-ი და war is admin ანუ wins და login-დება გავიგოთ აბა ვინ არის ანუ admin თუ არის ამ შემთხვევაში ანუ როგორ უნდა გავიგოთ ეს ხო user managers აქვს is in role async ფუნქცია რომელსაც გადაეცემა აი user-ი და role returns a flag indicates whether this specified user is remembers the given role კი ბატონო ანუ ეს როლს დაგვიბრუნებს თუ არის admin-ი ანუ გადავცეთ user-ი და გადავცეთ role რა role უნდა იყოს admin-ი ანუ თუ არის admin-ი if is admin ამ შემთხვევაში return გადაგვიყვანოს ავტომატურად პანელზე ხო პანელში ინდექსში კი ბატონო აი ესე თუ არა და თუ ჩვეულებრივი user-ია home index-ში გადაიყვანს აბა ნახოთ რა ხდება na გავაკეთოთ ახლა logouti შევიდეთ admin-ით password sign in კი ბატონო ეგრევე admin-ის პანელს გადავიმასამართებს თან ესეც იქნება admin პანელი ახლა შევიდეთ test წერტილი ქონზე ანუ რაღაცა user-ი შედის ჩვეულებრივი 23456 sign in-ი და კი ბატონო home-ზე ამისამართებს შვენიერი ну ახლა მოდი რაში გვჭირდება ეს user-ი რომ გავდავამატეთ ხო გამოვიყენოთ იმაში რომ კომენტარის დაწერა შეეძლოს users მაგრამ რო გამოვა და არავინ რო არ არის შესული ვიღაცა ისე ვერ დაწეროს კომენტარი თუ არ დარეგისტრირდა user თუ არა კომენტარს ვერ წერდეს ასე ვთქვათ ახლა დალოგინებული არ ვართ და მაინც გვაქვს კომენტარის დაწერის უფლება like ანუ გავხსნათ ახლა მოდი ეს არ გვინდა ჩავგეცოთ ყველაფერს ახლა დავხურავ ძალიან ბევრი რამე მოვურავდა და რაც გვჭირდება ახლა ხო ეს არის რომ კომენტარი არ შეეძლოს ეს კომენტარი არის პოსტში კომენტრის დაწერა არ შეეძლოს მოცაკითხვა შეეძლოს მაგრამ რომ დაწეროს კომენტარი ეგ არ შეეძლოს დაწერა ქონდა ეს არის for each კომენტარის ნახვა კომენტარს საიდან კომენტარს დებდა საიდან main კომენტი იყო ეს არის გონი და ვარენდერებით შემდგომ იქით post ID submit-ი და post-ებში აი ფარში არის კი ბატონო აი გამოგქონდა პრინციპში აქვე შეიძლება ესეთი რაღაც გავაკეთო
თუ if ან მოდი იქ გავუკეთებ აქ რაღაცა წამოვიღოთ მაგრამ აქ უნდა გაკეთდეს იდეაში კი ბატონო აქ უნდა გაკეთდეს შევამოწმოთ if თუ user's identity is authorized ანუ შემოსულია და ავტორიზებულია მაგ შემთხვევაში გამოჩნდეს აი ეს მაგ შემთხვევაში დარენდერდეს შეიძლება ეს არ არის საჭირო და მაგითო აწითლებს კი ბატონო აი ეს დავასეივოთ აბა მოდი ნახოთ ახლა ეს დავარეფრეშოთ შევიდეთ ჩვენ დგომ ნებისმიერ ბლოგზე და ნახოთ მოგცემს თუ არა უფლებას მაგალითად შევიდეთ რავი ამ ბლოგში და აი აღარ ჩანს კომენტარის დადება შევიდეთ ახლა დავსაინდეთ ტესტი და 1 2 3 4 5 6 საინინი შევიდეთ მაგალითად ამაში და უკვე გვაქვს პოსტის დადების უფლება მშვენიერია მაგალითად დავადე I am visitor I am user submit-ი I am user-ი დაიწერა თავის თარიღით ეხლა ლოგაუთი გავაკეთოთ შევიდეთ მოდი admin-ით password ნახოთ ეხლა მეოთხეში აი აქ და იადეს მართლაც კომენტარი ანუ ეხლა ერთი კიდე რაც არის ის რომ ну მოდი ჯერ ის ნახოთ ლოგაუთის მეშვეობითაც უნდა შეგვიძლიოს მაგ კომენტარის ნახვა კი ბატონო აი საბ კომენტარსაც მაწერინებს საბ კომენტარიც არ უნდა დავაწერინოთ საბ კომენტარი ესეც ჩავსვათ if-ში ის გაია რომ შევამოწმეთ საბ კომენტარიც ჩავსვათ if-ში და ამასაც აღარ გამოაჩენს დავარეფრეშოთ და მარტო დაწერილი კომენტარი ყავს. ნუ ეხლა აჰა კი ბატონო ეგ არის. ეხლა რაც გვინდა ეს ის არის რომ რომელიმე იუზერმა დაწერა, ხო? კომენტარი. ნუ ეს უკვე შეგვიძლია რა view მოდელში. view მოდელში ჩავამატოთ რომ user-ის სახელი ასე თქვათ და იმითი ამოვიღოთ ჩვენ დგომ და დავბეჭდოთ. აი მოდი. ერთადერთი ეს ჩამატებად შეიძლება ეს არის რომ ბოლოში, როდესაც არ შეუძლია ხო უბრალოდ ნახურობს კომენტარს, ესეთი რაღაცა დავწეროთ, რომ თუ ავტორიზირებული არ არის ისე თუ ავტორიზირებული არ არის ამ შემთხვევაში გამოჩნდეს დევი სადაც ეწერება რომ ASP action არის ანუ უნდა დალოგინდეო უთხრათ ASP კონტროლერი არის ომი არა აუზი დალოგინება if you want login please if you want always please login save დავუშვათ მოდი ვნახოთ და ნუ დასრულდა ასე თქვათ ამ user-ის ჩამატება
ანუ ყავს ადამიანი და ყავს ჩვეულებრივი იუზერიც. იმ შემთხვევაში თუ გვჭირდება იმის ჩამატება, ასე ვთქვათ, ადამიანს შეუძლია შევიდეს და პროგრამაში ვარაფერი შეცვალოს ისე და ამატოს ასე ვთქვათ, იუზერს შეუძლია ახლოს ეს პოსტები და დააკომენტაროს. შევიდეთ აქ მაგალითად if you want comment please log in. დავწერთ ამას გადაგვყავს login-ზე მშვენიერია. Ამას დავდესტო საკომენტო ყველაფერს კი ბატონო if you want comment please log in და დავწერთ და შეგიძლია შემდგომ ლოგინდე მან კომენტარის დაწერა. ჩვენ დღევანდელი როგორც ამით დასრულდა. კარგად დამდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.